მოგესალმებით. ვაგრძელებთ მათემატიკის წესების წიგნების ჩაწერას. წიგნის ჩაწერას 22 წესი არის რიცხვითი წრფე. რიცხვითი წრფე ეწოდება წრფეს, რომელზედაც მოცემულია ათვლის სათავე, ერთეული მონაკვეთი და დადებითი მიმართულება. აგერ რიცხვითი წრფე, ანუ რიცხვითი ღერძი, ათვლის სათავე, ნულით შეესაბამება და საწყისი წერტილი ყოველთვის ნული, აქ აღარ დავაწერე და 20 აღნიშნავი საწყის წერტილს. ეხლა ერთეული მონაკვეთი თქვენთან ადვილია ერთი უჯრის სიგრძეს იღებთ. შეიძლება 5 უჯრა იყოს ერთეული მონაკვეთი, მაშინ 2 უჯრა, 10 უჯრა იქნება 2 და ასე შემდეგ. აქ 0 ამ წერტილისთვის 1, აქ 2 გამოვტოვე აღარ დაეტევოდა 3, 4, 5 და ასე შემდეგ. აი მაგალითად, აქ ავაგოთ A წერტილი კოორდინატებით 5. B წერტილი კოორდინატით -5. რეულზე ადვილია ახლა არ არის აუცილებელი დავაწეროთ 5 უჯრას გადაითვლიდა 1 2 3 4 5 გადაითვლიდა აგერ აქ იქნება A წერტილი. და ფრჩხილებში ნიშნავს A წერტილი კოორდინატით 5. B წერტილი -5, აგერ აქვეა B წერტილი. დადებით მიმართულებას O წერტილიდან მარჯვნივ ვიღებთ დადებით მიმართულებას. 1 2 3 და ასე შემდეგ უსასრულოდ გრძელდება -1 -2 -3 და ასე შემდეგ. ნებისმიერ ნამდვილ რიცხვის წრფეზე ერთადერთი წერტილი შეესაბამება და ნებისმიერი წერტილი გამოსახავთ რაღაცა ნამდვილ რიცხვით წრფეზე. შემდეგი თქვა გვაქვს წერტილი რიცხვი ეკუთვნის R-დიდს, ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეს, ასევე B-ს ეკუთვნის ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეს. A და B რიცხვებს შორის მოთავსებულ ყველა ნამდვილი რიცხვის სიმრავლეს ამ რიცხვის ჩათვლით ეწოდება AB ჩაკეტილი შუალედი სეგმენტი მონაკვეთი. A, B. აი ამ რიცხვების ჩათვლით ყველა რიცხვი. ესე იგი ნებისმიერი x-ი რომელიც ეკუთვნის აი ამ AB ჩაკეტილ სეგმენტს, ეს ნიშნავს, რომ x-ი მეტია ან ტოლი A-ზე და ნაკლებია ან ტოლი B-ზე. აი, აქ არის B აქ არის. ჩაკეტილი სეგმენტი აი აქედან აქ დავშტრიხოთ. ადან ბოლომდის აი ეს შუალედი არის ჩაკეტილი სეგმენტი. აქ სადღაც არის x-ი. სადღაც ამათ შორის. მიმართულებას გავუკეთებ, სადაც არის იმაზე მეტია და მეორეზე ნაკლები. ხოლო თუ გვაქვს დაუშვათ C, D, აი ეს არის ღია შუალედი. C არ ეკუთვნის ამ შუალედს, ამ მონაკვეთს და არის D. და ეს რას ნიშნავს ახლა? თუ x-ი რაღაც ეკუთვნის ამ ღია შუალედს, ნიშნავს, რომ C ეს მეტია x-ზე და ნაკლებია C რაღაც x-ი აქ შუაშია. C ნაკლებია x-ზე და ეს ნაკლებია D-ზე.
ასე. თქვათ იქ C იყოს აქ ნახალ შესწორება მოგვინდება და D იყოს აქ სადღაც. ნუ D რიცხვი აქ იყოს. გინდა A წერტილი. იქ A პატარა იყოს, B პატარა. ხო და D წერტილი აქ. ესენი არ ეკუთვნის. ამიტომ უნდა ამოვაგდოთ ეს წერტილი. ეს და ესეც ამას ამოგდებული წერტილი ქვიან არ ეკუთვნის. თუ გვაქვს აი ასეთი შუალედი C ერთი მივაკუთვნოთ და მეორე D არ მივაკუთვნოთ. აი ეს რიცხვები. მივაკუთვნოთ ნიშნავს ეს უნდა გავაფერადოთ. და D არ ეკუთვნის, ესე იგი ამოგდებული წერტილი, ამ მონაკვეთს ეს ბოლო არ ეკუთვნის. ესე იგი ჩაკეტილია მარცხნიდან, მეორე თუ D ეკუთვნის და C არა, მაშინ მარჯვნიდან. ნახევრად ღია შუალედი ეწოდება მაგას. ნუ ნახევრად ღია შუალედი, ანუ ინტერვალები. 30. თქვათ რაღაც არიცხვი გვაქვს, რომელიც ეკუთვნის R-ს, ანუ ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეს. მისი მოპირდაპირე ეწოდება -100. 100 მოპირდაპირე არის -A. 5 ეკუთვნის ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეს. 5-ის მოპირდაპირე -5, ისიც ეკუთვნის. ესე იგი, მოპირდაპირეებია, რომლებიც მხოლოდ ნიშნით განსხვავდება. -5. აი ამის მოპირდაპირე. თუ გვინდა ვიპოვოთ, წინ მინუსი უნდა დავუსვათ. -მინუსი არის +5. ზოგი აი აქედან შეჩვეულია ცუდა -მინუსი პლუსია. არა. თუ უარყოფით რომ მინუს დაუსვამთ, ეს გახდება დადებითი. -მინუსი პლუსია და მინუს დაუშვათ ამბობენ 3 და -5. -მინუსი პლუსი ამბობენ 8-ს. არა. არა და არა. ეს სხვა რამეა. -3-ს ერთ რიცხვს მეორე რო გამოვაკლოთ, პირველს უმატებთ მეორის მოპირდაპირეს. დაუმატოთ -5. ორი უარყოფითი რიცხვები რო შევკრიბოთ, მათი მოდულები უნდა შევკრიბოთ და წინ მინუს უწერთ. ეს არის მინუსი და -3-ის მოდული 3, დაუმატოთ -5-ის მოდული 5. ან მეორენაირად, -მინუსი გავიტანოთ, ჩხილებში პლუსი იქნება. აქედან გადასვლა რომ შევამოწმოთ, ზოგჯერ უშვებენ შედომას, აქ მინუს წერენ ხოლმე, ეს დიდი რიცხვი თუ არის მინუს წერენ. ჩხილები გავხსნათ, ანუ მოვაშოროთ ჩხილები. აი, რაც ნიშნავს ახლა -3 + 5 ჩხილები რო გავხსნათ. ეს ნიშნავს, რომ უნდა გამოვტოვოთ ეს ჩხილები და მის წინ მდგარი მინუსი. აი ეს ჩხილები. და ჩხილებში რაც არის 3 + 5 მოპირდაპირე ნიშნით ავიღოთ. 3 ავიღოთ, აქ მინუსია პლუსით ვიღებთ, ამბობენ. არა. 3 ეს ჩხილს ეკუთვნის, ეს მინუსი და ორივეს ეკუთვნის. 3 არის პლუს ნიშნით, ვიღებთ მინუს, 5 იყო პლუს ნიშნით და ამას ვიღებთ მინუსით. ესე გადავედით აქედან აქ. ესე იგი ეს სწორია. -3 და 5 8. -8. ასე. ეხლა რაღაცა უარყოფითი რიცხვი გვაქვს. და მისი მოდული ეწოდება მის მოპირდაპირე დადებით რიცხვს.
ანუ ამას წერთ. მოდული არის 7. ესე იგი დადებითი რიცხვის მოდული ისევ დადებითია. უარყოფითისაც დადებითია და აი თუ 7 გვაქვს, ამის მოდულიც ისევ 7-ია. 0-ის მოდული აღნიშნებასე ისევ 0. ესე იგი, ზოგი -7-ის მოდული მოაშორებს მინუს და მოდულს მოაშორებს და დაწერს პირდაპირ -7-ს. არა. -7-ის მოპირდაპირია -7-ის მოდული. -7 და უდრის 7-ს. შემდეგ აი მოდული კარგად რო გავიარკვეთ რა არის. მოდული რიცხვის არის მანძილი ათვლის სათავიდან ამ რიცხვის შესაბამის წერტილამდის კოორდინატი რაც არის. O-დან ამდე 5-ის მოდული არის O-დან ამდე მანძილი 5. -9-ის მოდული არის აი ამ წერტილიდან K მანძილი O წერტილამდის. მოდული ანუ აბსოლუტური მნიშვნელობა. და ამიტომ ამბობთ რომ ყოველთვის არის დადებითი ნებისმიერი რიცხვის მოდული დადებითია ან 0, მეტია ან ტოლი 0-ზე. ახლა ამის აღქმა უჭირს ხოლმე ზოგჯერ ბავშვებს. ავიღოთ დავუშვათ 5. კი, მეტია 0-ზე. 0 5 მეტია ან ტოლი 0. როგორ შეიძლება 5 0-ის ტოლი იყოს? არა, მაგას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს რომ მოდული 5-ის რაღაც არის მეტია 0-ზე ან მოდული 5-ის ტოლია 0-ისო და ეს ხო ვიცით რომ არ არის ტოლია. ამიტომ მეტია 0-ზე. ან მეტია ან ტოლი. ამ ორიდან ერთ-ერთი უნდა შესულდეს. ხშირად ამ მოდულის იმაზე ძალიან ბევრს აბსოლუტურ უმრავლესობას უჭირს. აი მოცემულია გამოსახულება აი ესეთი მაგალითი. აზრი აქვს. აქ მოდული x-ისა რაღაც რიცხვის არის t. ეს რაღაც რიცხვია. აი, ნუ იტყვიანსიო t დადებითია თუ აქ პლუსი წერია. მაგრამ მოდული x არის -t. ეს გამოსახულება ჩაწერეს მოდული ამის გარეშე და ჭეშმარიტად ჩაწერეს. აქ ვეუბნევი -t დადებითია თუ არ ყოფითი. მინუსი გაიგეს მორჩა უარყოფითი. წერენ ამას. არა. ეს მთლიანი მეტია ან ტოლი 0-ზე. აი ეს მთლიანი არის მეტი ან ტოლი 0-ზე. და t როგორია? იმასაც ამბობენ, t-ც უარყოფითია. ან დადებითს ამბობენ. ხო დადებითი ხომ დაღოს. ეს მინუსი ყველაფერს ცვლის. ყველაფერს ცვლის. -t რომ მეტი ან ტოლი 0-ზე, აი ორივე მხარე უარყოფითზე გავამრავლოთ. გინდ გავყოთ -1-ზე. რიცხვი რომ უტოლობა რომ უარყოფით რიცხვზე გავამრავლოთ, მეტობა იცვლება ნაკლებობით, ნაკლებობა მეტობით. -t გავამრავლოთ -1-ზე. -, ამ შემთხვევაში გამრავლების დროს, გაყოფის დროს +t-ია და 0 გავამრავლოთ -1-ზე, მილიონზე, მილიარდზე, ისიც 0-ია, მაგრამ მეტობა იცვლება ნაკლებობით. t როგორია აქ ვეუბნევი? დადებითი. -t არ როგორია, ნუ ნებისმიერ წამოიძა დადებითი, უარყოფითი, 0 ყველაფერს ამბობს. ესე იგი, მოდულის ძირითადი განმარტება. აი ეს დავიმახსოვროთ, კარგად ამოვიწეროთ. და სამი ტოლობა ჩავწეროთ. მოდული x არის x, როცა x დადებითია. მოდული x არის 0, როცა x
ტოლია ნულის. და მოდული x-ის არის მინუს x-ი, როცა x-ი უარყოფითია. კიდე რომ დავუსვათ აკითხვა, მინუს x დადებითია თუ უარყოფითი? მინუსი, იმ случае უარყოფითს ამბობენ. არა, x-ი არის უარყოფითი აქ. და ამ უარყოფით რომ მინუსი დავუსვათ, ამასაც მინუსი, მინუს ერთს რო გავართ, შეტრიალდება და აქ მინუს x-ი დადებითია. მოდული x-ის და მინუს x-ია, როცა x-ი დადებითია და ეს მინუს x სულ დადებითია. აი მოდული ყოველთვის არის ნულზე მეტია ან ტოლი. იმედია მოდულებს კარგად გაიგებთ.